სოფლიო ამბებით ბრუნდებით. ერაყის დედაქალაქში მომხდარი 3 აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბაღდადში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ერაყელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ტერაქტი ალ-ქაიდას მიერ იყო ორგანიზებული. პირველი აფეთქება ქალაქის ცენტრში განხორციელდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული. პირველი აფეთქებიდან 10 წუთის შემდეგ მეორე ტერაქტი განხორციელდა. ნაღმი პოლიციის საგუშაგოსთან გამთენისას მაშინ ამოქმედა, როდესაც საგუშაგოს შესასვლელთან ხალხი იმყოფებოდა. მესამე ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მანქანაში ამოქმედა. ინციდენტის შედეგად მაღალჩინოსანი და მანქანის მახლობლად მდგარი 7 ადამიანი დაშავდა. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა სტიქიური უბედურების დროს მოსახლეობის დახმარება უნდა იყოს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრებმა სინგაპურში გამართულ ყოველწლიურ სამიტზე განაცხადეს. უსაფრთხოების ყოველწლიურ სამიტზე ახალი ზელანდიის, ჩილესა და მალაიზიის თავდაცვის მინისტრებმა კატაკლიზმების დროს დისციპლინირებული და კარგად აღჭურვილი ჯარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. სინგაპურში გამართულ მე-9 საერთაშორისო კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ანალიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. განხილვის მთავარი თემა გლობალური უსაფრთხოების საკითხები იყო. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა სტიქიური უბედურების დროს მოსახლეობის დახმარება უნდა იყოს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრებმა სინგაპურში გამართულ ყოველწლიურ სამიტზე განაცხადეს. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ხშირია ისეთი ბუნებრივი კატასტროფები, როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა და ცუნამი. მიწისქვეშა ბიძგები ხშირია ინდოეთში, წყალდიდობა და შტორმი ბანგლადეშში, ტაილანდში, ფილიპინებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. უსაფრთხოების ყოველწლიურ სამიტზე ახალი ზელანდიის, ჩილესა და მალაიზიის თავდაცვის მინისტრებმა კატაკლიზმების დროს დისციპლინირებული და კარგად აღჭურვილი ჯარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. ჰუმანიტარული დახმარება შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა ჯარის იმ შესაძლებლობის განვითარება, რომლებიც ამ ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნებს შეესაბამება. ჩილეს თავდაცვის მინისტრმა 27 თებერვალს თავის ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა გაიხსენეს და სამაშველო სამუშაოების დროს შეიარაღებული ძალების როლის მნიშვნელობა აღინიშნა. მინისტრის თქმით 20,000 სამხედრო მარადიორობას ებრძოდა, მთავრობას ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებაში ეხმარებოდა და ქვეყნის შემდგომ რეკონსტრუქციას მეთვალყურეობდა. მე შეიარაღებული ძალების სპეციალურ ქვედანაყოფს ვქმნი, რომელიც სტიქიური უბედურებების დროს საგანგებო მოქმედებისთვის მომზადებული იქნება. ჩვენ გვსურს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენი გამოცდილი სამხედროები ლათინური ამერიკისა და აზია-წყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებსაც დაეხმარონ. სინგაპურში გამართულ მე-9 საერთაშორისო კონფერენციაში ეგრეთ წოდებული შანგრილას დიალოგში სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ანალიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. განხილვის მთავარი თემა გლობალური უსაფრთხოების საკითხები იყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად საჰაერო ძალების ყოფილი ლეიტენანტი ჯეიმს კლეპერი დაასახელა. ამის შესახებ ბარაკ ობამამ თეთრი სახლის ბაღში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. თავის განცხადებაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯეიმს კლეპერს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და პატივსაცემი პროფესიონალი უწოდა. ჯეიმს კლეპერმა თანამდებობაზე დენის ბლერი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან მაისის ბოლოს გადადგა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად საჰაერო ძალების ყოფილი ლეიტენანტი ჯეიმს კლეპერი დაასახელა. ამის შესახებ ბარაკ ობამამ თეთრი სახლის ბაღში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. დღეს მე სიამაყით ვაცხადებ ეროვნული დაზვერვის ახალი ხელმძღვანელის ვინაობას. ეს არის ჯეიმს კლეპერი. მან შეერთებული შტატების სამსახურში 40 წელი გაატარა, ასე რომ დაზვერვის სფეროში ჯიმი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და პატივსაცემი პროფესიონალია. ის დაზვერვის სამოქალაქო და სამხედრო პერსონალსა და ბიუჯეტს წარმატებით ზედამხედველობდა. მან ინფორმაციის მიწოდების გზები გააუმჯობესა, ავღანეთსა და ერაყში მყოფი ჩვენი სამხედროების მხარდაჭერა გაზარდა. მან სადაზვერვო უწყების განახლებაში წამყვანი როლი ითამაშა. ჯიმი ჩემი მთავარი მრჩეველი და ჩვენი სადაზვერვო უწყების ლიდერი იქნება. 9 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჩვენმა დაზვერვამ დიდ წარმატებას მიაღწია.
მისი მეშვეობით ჩვენ ალ-ქაიდას ლიდერებსა და ტერორისტული ორგანიზაციის ფილიალებს დარტყმა მივაყენეთ. ჩვენ ბევრი ტერაქტის მცდელობა ავუკვეთით და ამით უამრავი ამერიკელის სიცოცხლე გადავარჩინეთ. თუმცა დეტროიტის აეროპორტში ტერაქტის განხორციელების მცდელობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ დაზვერვის მუშაობა ჯერ კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დაზვერვის გასაძლიერებლად რეფორმის ჩატარება და სწორედ ამიტომ მივმართავ მე ჯიმს, რათა დავრწმუნდე, რომ ყველაზე ეფექტური და უნარიანი სადაზვერვო უწყება გვაქვს. Intelligence earlier this year. Thank you, Mr. President. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ეს ის სამუშაოა, რომელიც თქვენი და კონგრესის მხარდაჭერის გარეშე ვერ შესრულდება და მე მხარდაჭერის მოპოვებას გეგმავ ისევ როგორც საზოგადოების მხარდაჭერას. ჩვენ პლანეტაზე ყველაზე ძლიერი და უნარიანი სადაზვერვო უწყება გაგვაჩნია და მისთვის მუშაობა წმინდა ვალია. ჯეიმს კლეპერმა თანამდებობაზე დენის ბლერი შეცვალა, რომელმაც თავისი გადადგომის შესახებ მაისის ბოლოს განაცხადა. Why are there still problems integrating intelligence, sir?